ჩაერთვება თუ არა ამერიკა, ისრაელი, ირანის კონფლიქტში. იმას მოუწევს რეგიონულ ომში დიდი ხნით ჩართვა. ისრაელმა თავისი საქმე გააკეთა. და აი ეს პერსპექტივა გაშინებთ თუ არა? ისრაელში არ თulis საზოგადოება, რომ რაღაცა რეგიონული ომის საფრთხე შეიძლება დადგეს. ხამენეის ასე ვთქვათ ლიკვიდაციაც არ იქნება მათთვის ძალიან რთული ამოცანა. თუ დადასტურდა, რომ ხამენეი წავიდა ომანში. არის ამის ნიშნები? ირანის სტრატეგიული დოკუმენტი პირდაპირ გეუბნება, რომ ვერ იარსებებს ისრაელის სახელმწიფო. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ქვეყნის არსებობას. არის თუ არა ეს მყისიერი საფრთხე? ანუ რეგიონში პროცესები კონტროლიდან გავიდეს ძალიან მაღალი არის. აი ქაოსის ნიშნები რა იქნება? ეს იქნება პირველი ნიშანი იმისა, რომ რეჟიმმა დაკარგა რწმენა. ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვკამათობ. რა კარტი უჭირავს დღეს ირანს ხელში, ხო? ძალიან ოპტიმისტური ხედვა და ნეტა მართლაც ასე მოხდეს. ჩაერთვება თუ არა ამერიკა, ისრაელი, ირანის კონფლიქტში, ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც ჯერ პასუხი არ არის გაცემული, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 2 კვირის განმავლობაში მოიფიქრებს თუ რას იზამს ამერიკა. ეს იქნება რასაკვირველია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან ამ კონფლიქტში ამერიკის ჩართვა ნიშნავს სამხედრო დაპირისპირების რეგიონალურ ომში გადატანას, რაც ძალიან მძიმედ აისახება ყველა მიმართულებით, მათ შორის ნავთობის ფასზე, შესაბამისად ეკონომიკაზე, უკრაინაზეც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე. მოკლედ არის ძალიან ცუდი სცენარიც, არის შედარებით კარგი სცენარი, ჯერჯერობით რომელი სცენარი გამოვა, ამაზე პასუხი არ არსებობს და ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ გეგა მგალობლიშვილთან. გეგა არის ამ რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი, თუ საუკეთესო არა. ის ძალიან დიდი ხანია არის აბუ-დაბიში, არის პროფესორი. ასევე გეგა იყო საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. თუმცა სანამ მასთან დავიწყებთ ამ მოვლენებზე საუბარს, ამის ანალიზს უფრო ფართო რეგიონალურ კონტექსტში და ამერიკასთან მიმართებაში, მანამდე ჩვენი სტუმარია ლაშა შაყულაშვილი. ლაშას ბევრი თქვენგანი იცნობს, ის არის ქართველი ებრაისტი, რომელიც თავისი დროის ძალიან დიდ ნაწილს ატარებს ისრაელში, ის ეხლაც არის თელ-ავივში. ლაშას პოსტები არის ძალიან გამომხნევებელი, ის ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს აძლევს ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს ამ ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თუ როგორ უნდა მოიქცენ განგაში შემთხვევაში. და ლაშასთან ახლა დავიწყებთ საუბარს და ვკითხავთ როგორ გრძნობს თავს და რა მდგომარეობაა მას შემდეგ, რაც ირანმა ძალიან მძიმე დარტყმები მიიტანა ისრაელზე, განსაკუთრებით თელ-ავივზე, როგორც ვიცით, სამწუხაროდ არიან გარდაცვლილებიც. მანამდე შეგახსენებთ, რომ თქვენ ხარ პლატფორმაზე მისმინე, ეს არის საერთაშორისო აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოყვებით, დაგვაფოლოვეთ, დაგვალაიქეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პლატფორმისთვის, ასევე იაქტიურად კომენტარებში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოყვებით Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. ლაშა, მოგესალმები, დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მინდა გკითხო, როგორ ხარ და ეს 8 დღე როგორ გაატარე ამ ძალიან მძიმე ვითარებაში? მე ძალიან იმედიანად ვარ, იმიტომ რომ ყველა სიგნალი არის იმისი, რომ ეს ყოველივე დასრულდება ისე, როგორც ეს უნდა ისრაელის სახელმწიფოს. იქნება ეს მისი გაძლიერება თუ ზოგადად საერთაშორისო ჩართულობა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ როგორც იქნა მსოფლიოს დღის წესრიგში დადგა ირანის საკითხი, ის რაზეც ყველა საუბრობდა აქამდე, ის რაც თითქოს ყველა მიცოდა და ყველას ეშინოდა და ამ სახელმწიფოს არსი, ასე ვთქვათ, ესმოდა, როგორც იქნა სამყარო მოიცალა, რომ ირანს მიაქციოს ის ყურადღება, რომელი ყურადღებაც აქამდე უნდა დაეთმოთ, მაგრამ რაღაც დრო ვერ მოიძებნა მანამდე. ლაშა, ამ ოპტიმიზმს და მოგვიანებით ვილაპარაკებთ, რა საფუძველი აქვს მას, მანამდე უბრალოდ აი ყოფა რო აგვიღწეროთ, განსაკუთრებით თელ-ავივი არის ირანის ბალისტიკური რაკეტების სამიზნე, რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა და შენობები დაანგრია, არის მსხვერპლი. აი ასეთ მძიმე გარემოში როგორია ყოველდღიური ცხოვრება, რას გრძნობენ ადამიანები და ანუ როგორი განწყობა არსებობს ხალხში?
ეგა 7 ოქტომბრის შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა და აი ტექნიკურ საკითხებზე რომ ვისაუბროთ, თვითონ აპლიკაცია შეცვლილი არის, რომელიც ბევრად უფრო მეტი უსაფრთხოების განცდას აძლევს ყველა ადამიანს. ანუ აქამდე მოგდიოდა შეტყობინება, რომელიც გვეუბნებოდა, რომ აი თქვენ თელავივში ამდენი წამი გაქვთ, რომ შეხვიდეთ თავშესაფარში. ეს ბევრად ნაკლები იყო ეს დრო სამხრეთში, რომელიც ღაზის სექტორთან უფრო ახლოს არის. დღეს ჩვენი აპლიკაცია გვეუბნება სადღაც 20-10 წუთით ადრე, ხდება ისე რომ 9 საათით ადრეც, რომ მოდის ისრაელის მიმართულებით იქნება ის ბალისტიკური რაკეტა, ჩვეულებრივი რაკეტა, უპილოტო საფრენი აპარატი თუ რაიმე სხვა და ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ რაღაცა 10-20-30 წუთის შემდეგ მოგვიწევს, რომ შევიდეთ თავშესაფარში. ეს რა თქმა უნდა ძალიან ახლო კოორდინაციის შედეგია თვითონ იორდანიის სამეფოსთანაც, ანუ რომ ისურის ირანი ჯერ იორდანიის განგაში და ეს ეუბნება ისრაელს, რომ იორდანიაში განგაში ჩაერთო და თქვენ მოემზადეთ. და შემდეგ გვეუბნება, როდის უნდა შევიდეთ. რომ შევდივართ თვითონ თავშესაფარში, ეს აპლიკაცია თავად გვეუბნება, როდის შეგვიძლია რომ გამოვიდეთ. ამიტომ სტატუსებს ხშირად ნახავთ ხოლმე, ხალხი ამბობს, რომ აი ჩამეძინა დავიღალე, იქნება მოვიდე შეტყობინება, როდის გამოვიდე. ამიტომ ამ აპლიკაციამ ძალიან გაამარტივა ჩვენი მზადყოფნა, ემოციურადაც ბევრად უფრო შვიდად მიდიხარ იმ თავშესაფრისკენ, ჯერ ერთი იცი სად არის ეს თავშესაფარი, აი ბავშვი თუ არის ჩაძინებული, არ გიწევს რომ დააშინო ეს ბავშვი, ტყნარად შვიდად გააღვიძებ და გადაიყვან თავშესაფარში. შეიცვალა ის, რომ თვითონ მეტროს სადგურები გადაკეთდა საზოგადოებრივ თავშესაფრებად და უფლებას გაძლევენ, რომ რაღაცა წინა დღეს პატარა კარავი გაშალო და საღამოს თუ არ გინდა რომ 9 საათით ადრე გაემზადო და ჩამოხვიდე, შეგიძლია შენს ბავშვებთან ერთად ან თუ მარტო ცხოვრობ, ჩახვიდე და იქ გეძინოს მთელი ღამე. ეს ძალიან სწორი კომუნიკაციის შედეგი არის, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე მოხალისეობრივი კულტურა ძალიან განვითარებული არის ისრაელში, ამიტომ ბევრი ადამიანი არის, რომელიც აი წერს, ვიდეოებს ავრცელებს და თავის მეზობლებს ეუბნება, რომ მოდით აი სამეზობლომ ჩვენი თავშესაფარი მოვაწყოთ, ჩამოვიტანოთ რადიო, გავშალოთ ქვეშაგები და ასე შემდეგ. და აი მაქსიმუმ რამდენი ხანი გაგიტარებია თავშესაფარში? ანუ რამდენი ხნის გატარება არის საჭირო? როდის გადაივლის ხოლმე ეს საშიშროება და როდის არის შესაძლებელი გარეთ გამოხვიდეთ? ნუ თუ თავად არ გსურს რომ იქ დარჩე. ეგა ძალიან კარგი შეკითხვაა, ესე იგი პირველადი შეტყობინება მოდის მთელ ქვეყანაზე. ანუ რომ მოფრინავს ბალისტიკური რაკეტა, ის ხო არ იციან საით დაეცემა და მთელი ისრაელი ემზადება თავშესაფარში შესასვლელად. მერე ვიგებთ რომ აი ვიღაცა ხაიფაში ჩამოვარდა თელავივს და ეს სხვა ქალაქი იყო. ამიტომ თავშესაფრისთვის ყველა ვემზადებით, მერე ზოგი შედის და ძალიან იშვიათად ხდება, რომ შეიძლება შენ არ მოგიწიოს უშუალოდ ამ თავდასხმის დროს ჩაკეტვა და ისეც ხდება, რომ შეიძლება საათს გადაცდეს, რომ ვერ შეძლო გამოსვლა. ამის მიზეზი არის ის, რომ ირანი სრულიად განსხვავებულად უდგება აი ამ იერიშ ღაზის სექტორიდან და სამხრეთ ლიბანიდან თუ ისურიან და იცი რომ გაისურიან და მორჩა, ირანი აი ჯერს უშვებს, ანუ 1, 2, 3 და შესაბამისად იმიტომ ვერ ანეიტრალებს ხოლმე რკინის გუმბათი ან სხვა დამცავი საშუალება, რომელიც ისრაელს აქვს, იმიტომ ეცემა ხოლმე, რომ აი ამ ჯერს რომელსაც უშვებენ იქიდან ერთს ანეიტრალებს, მეორეს ანეიტრალებს და შეიძლება მესამე ვეღარ დაიჭიროს. ლაშა, ძალიან ხშირად წამიკითხავს ამ ბოლო 1 კვირის განმავლობაში შენს პოსტებში მოწოდება ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიმართ, რადგან ქართულად არის დაწერილი, გულისხმობ, რომ მათ მიმართა, ვინც ქართული იცის, რომ რაღაც აუცილებლად ყურადღება მიაქციონ ამ აპლიკაციიდან მოსულ შეტყობინებას, რომ არ მოახდინონ მისი უგულებელყოფა, რომ დაემორჩილონ, რასაც ეუბნებიან. იყო შემთხვევები, როდესაც თქვათ ამ განგაში შემთხვევაში ადამიანები არ ჩადიოდნენ თავშესაფარში. ეკა ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ესეთი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა დაგვიფაროს ბოლო 2 დღე ამ მსხვერპლი არ ყოფილა. არის ის, რომ
მართლა ძალიან სერიოზულად ეკიდება ყველა აი ამ შეტყობინებას. ის 24 ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. არც ერთი არ იყო თავშესაფარში. ვიღაცამ ბებია ვერ დატოვა, ვიღაცამ არ დაიჯერა, ვიღაცამ ბავშვი არ გააღვიძა და ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებიც დაიღუპნენ აი იმ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ესე იგი, ის ქალაქი ბათიამი, რომელიც თელ-ავივის გარეთ არის, სადაც ყველაზე ბევრი იყო, უამრავი ემიგრანტის ბინა დაზარალდა. უამრავი ემიგრანტი არის ჩვენი ქართულენოვანი დღეს ისრაელში, რომელსაც ბინა არ აქვს. აი ჯგუფებში რომ შეხვიდეთ, მუდმივად წერენ, რომ ვინმე ხო არ აქირავებს ერთ ოთახს, ვინმე ხო არ აქვს თავისუფალი საწოლი. ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა მაშინ. ამიტომ აი ის ქალაქი ბათიამი ძირითადად დასახლებული არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩასული ადამიანებით და აი განწყობა რომ კარგი რა ყველაფერს ანეიტრალებს ან მოიცარა თავშესაფარი რაზე დამისავს ეს მიდგომა იყო იქ ძალიან ბევრი წნერი და იქ უკრაინულენოვანი, რუსულენოვანი, უზბეკეთიდან ჩასული ასე შემდეგ. ამიტომ ვაფრთხილებ მე რომ ნუ უთამამდება ამას და რო აღარ უთამამდებით, იმიტომ აღარ არის მსხვერპლი. გასაგებია და ლაშა, აი წამოსული, ეხლა რომ მოგინდეს წამოსვლა. შეგიძლია დატოვება ისრაელის ან ემიგრანტებს, რომლებიც საქართველოსდან არიან ჩასული ისრაელში, ანუ ეს მიმოსვლა რამდენად შეზღუდულია ადამიანებისთვის? მიმოსვლა შესაძლებელი არის ისრაელის სახელმწიფოს აქვს კვიპროსთან ძალიან კარგი ურთიერთობა, კვიპროსის მიმართულებით ყოველდღე მიდიან კატერები, ზოგადად ძალიან ბევრი ისრაელელი ცხოვრობს ლარნაკაში და ამითიც არის ეს გამოყენებული და აბრაამის შეთანხმება, რომელიც ამ რეგიონში მშვიდობის გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი არის, იორდანია და ეგვიპტე ძალიან კარგი მეგობრები არიან ისრაელის, საელჩოები არის თელ-ავივში, თვითონ მათ დედაქალაქებშიც არის ისრაელის საელჩოები და ჩვეულებრივად შეიძლება რომ გადახვიდეს საზღვარზე, აი მაგალითად ტაბას გამშვები პუნქტი სამხრეთში, ეგვიპტეში რო გადახვიდე გახსნილია, იორდანიასთანაც ღია. იორდანიაში ცოტა პრობლემა არის ფრენების მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ავიაკომპანიამ გააუქმა ფრენა, იმიტომ რომ იქიდან დიახ, თუმცა შარმელ-შეიხი ის არის ასე თქო ტრანზიტული საჰაერო გზა ირანისთვის, კი. ზუსტად. მაგრამ აი შარმელ-შეიხის აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს, ყოველდღე იწერება სტატუსები, რომ აი მივდივართ, ხო არ არის მსურველი, მივდივართ, ხო არ არის მსურველი და 2 დღის წინ ნახე სტატუსი ჩვენ 7 ოქტომბერს 2 ქართველი გოგო მოგვიკლეს ნოვას ფესტივალზე. ორივე აფხაზეთიდან წარმოშობით და აი თამარის და მარიკა მას ეწერა სტატუსი რომ მე და ჩემი მეუღლე მივდივართ კვიპროსზე და გვაქვს 4 ადგილი ჩვენს იახტაზე და ვინმეს თუ აქვს სურვილი შემოგვიხმიანეთ რომ მოვასწროთ პასპორტში შესაბამისი ბეჭდების ჩარტყმა რომ წაგიყვანოთ შემდეგ. ამიტომ არის საშუალება ისრაელის დატოვების, უბრალოდ ყველა ვისაც უნდა გასვლა, უნდა ისმოდეს ძალიან კარგად რომ დაბრუნება ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგები არის ისრაელის ავიახაზების რეისებზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ქვეყანაში დაბრუნება. ამიტომ ყველა ვინც ეხა აპირებს დატოვებას უნდა ისმოდეს რომ შეიძლება დაბრუნება არც ისე მარტივი იყოს. ლაშა, მინდა ამ ოპტიმიზმს დაუბრუნდეთ და ეს მარტო შენ არ გახასიათებს, ახლა რასაც უყურებ რეპორტაჟებს, მათ შორის კადრებსაც ვაჩვენებდით ჩვენ CNN-ის მიერ გადაღებულ სამ თავშესაფარში, ძალიან ოპტიმისტურად და შემართებით ლაპარაკობს ხალხი თავშესაფრიდან, გამოკითხვებით ამას მოწმობს, რომ 70% მხარს უჭერს ამ სამხედრო ოპერაციას, სამხედრო საჰაერო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ეხლა ცხელი ამბავია ახალი დაწყებულა. იმ შემთხვევაში თუ ეს კონფლიქტი არ მინდა ჯერ ამას ფლად ომი დავარქვა, გაგრძელდა და მართლაც აუტანო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები მუდმივი განგაშის პირობებში. ხო, მაშინ ფიქრობ თუ არა რომ ეს ოპტიმიზმი შენარჩუნდება და ეს განწყობები ამ განწყობებმა შეიძლება თუ არა დაიწყოს შეცვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოპტიმიზმი შენარჩუნდება, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი არის, რომ ღაზაში მიმდინარე ამ ომის შემდგომ
ერში იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება, იმიტომ რომ ეს 53 მძევალი ცოცხალი და მიცვალებული ჯერ კიდე ღაზის სექტორში არის. ძალიან ბევრს უკვე ეჭვეპარებოდა, რამდენად აღწევს მიზნებს ის ომი, რომელიც მიმდინარეობს და ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ბრძოლა ხამასთან, ხეზბოლასთან თუ იემენში გამაგრებულ ტერორისტებთან მათი ამოძირკვით ის თავი გველის თავი ისევ რჩება, რომელიც ამ ყველაფერს ასაზრდოებს. შესაბამისად, ირანზე მიტანილმა იერიშმა ისე გააერთიანა აქამდე გახლეჩილი საზოგადოება, ოპოზიცია მოიყვანა მთავრობასთან სალაპარაკოდ. ძალიან ბევრი ექსპერტი, რომელიც მთელი ეს პერიოდი აღარ ჩანდა, დღეს ადგა გამოდის და ამბობს, რომ მე ამ ყველაფერს ვუჭერ მხარს და მგონია, რომ ეს რაც ხდება სწორია. აქ ეკა ძალიან სწორედ აუხსნეს მოსახლეობას, რომ აი ამ მოლაპარაკებების ფონზე ამ ბირთვულ განიარაღებაზე თუ ბირთვულ დღის წესრიგზე იჯდა ირანი ამ მოლაპარაკებებზე, ღებულობდა მონაწილეობას, თუმცა ყველაფერს ძველებურად აგრძელებდა და რეალურად რამდენიმე კვირა აშორებდა მას იმისათვის, რომ აი ეს დამანგრეველი ნაბიჯები გადაედგა. ამიტომ, როდესაც ისრაელის საზოგადოებას ძალიან სწორედ აუხსნეს, რომ ირანს 9 ატომური იარაღის შესაქმნელად საჭირო გამდიდრებული ურანი ქონდა უკვე მომზადებული თავის ბაზებზე, ცენტრიფუგებზე რამდენი ხანი იყო უკვე მუშაობა დაწყებული. შესაბამისად, აქ ამ ერს, რომელიც ცხოვრობს თავის სამშობლოში, ძალიან კარგად ესმოდა, რომ შენ, როდესაც გეუბნება ვინმე, აი ძალიან ებრაული აზროვნებაც არის რა, ადამიანი რო გეუბნება, რომ შენი განადგურება მინდა, პირველივე თქმაზე უნდა დაუჯერო. მეორე თქმა იმას აღარ ჭირდება. ამიტომ ირანის სტრატეგიული დოკუმენტი პირდაპირ გეუბნება, რომ ვერ იარსებებს ისრაელის სახელმწიფო, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ქვეყნის არსებობას. ეს სიონისტური რეჟიმი, როგორც თვითონ ეძახიან, ოღონდ სიტყვა ებრაელი არ გამოიყენონ. სოფლიომ რომ მე რა ვიცი, არ დატუქსოს. ამიტომ ერში ამ წუთას ეს მზაობა, რომ საჭიროა ეხლა რაც ხდება. როგორი შედეგებიც არ უნდა დადგეს, ეს არის ის, რაც ამ რეგიონს გაანთავისუფლებს ტერორიზმის დაფინანსების მთავარი წყაროსაგან. შესაბამისად, ეს ოპტიმიზმი მე ამიტომ მგონია, რომ არ დაეცემა, იმიტომ რომ ხალხი ხვდება, რომ ეს რაც ამ წუთას აქ მიდის, არის საჭირო. თან ჩვენ უყურებთ დასავლეთიდან გაკეთებულ განცხადებებს და ყველაზე ხშირი სტიკერი, რომელსაც თქვენ Instagram-ზე ისრაელელებში დაინახავთ, არის შემდეგი. არაფრის სოფლიო, ანუ თითქოს მსოფლიო მადლობას ამბობს და აქედან არის ხოლმე ესეთი პასუხი, რომ ანუ მერჩმა კითხვა, რომ ისრაელი ჩვენს მაგევრად შავს სამუშაოს აკეთებს, ასე რომ მერჩ შეუძლია პირდაპირ გადაუხადონ მადლობა ირონიის გარეშე. კი ბატონო, მაგრამ ლაშა, თქვენთან აი როგორ არის ახლა აქ განწყობა რა რას უჭერენ მხარს და რისის ჯერათ, რომ ეს იქნება რეჟიმის ჩამოგდება თუ ეს იქნება ბირთვული შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ნათანიაჰუ ღიად ამბობს, რომ ბირთვული შესაძლებლობები, ბირთვული საწარმოები არის სამიზნე, მაგრამ იგულისხმება, რომ მთავარი მიზანი ამ ოპერაციის არის რეჟიმის მოშორება, შესაბამისად ხალხსაც მოუწოდა ირანელ ხალხს ნათანიაჰუმ, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ, რომ აჯანყდნენ რეჟიმის წინააღმდეგ. დიახ, ეკა ამ თვალსაზრისით შეგვიძლია რომ ორად გავყოთ პასუხი. პირველი დაკავშირებულია უშუალოდ აი ამ პირველ ნაბიჯთან, რომელიც ისრაელმა გადადგა და აქ ძალიან ხშირად ამბობენ როგორც სამთავრობო, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები, რომ ისრაელმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ირანი იმ პერიოდით შეკავებინა, ანუ ირანი ამ წუთას შეკავებულია, ირანი დამარცხებული არ არის, ამ წუთას არავინ აქ დამარცხებული არ არის, უბრალოდ ირანი შეკავებული არის. იმისათვის, რომ ყველა ვისაც უნდა რომ ამ შეკავებით ისარგებლოს, მას ამ წუთას აქვს ამისი დრო. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი ტრამპი, რომელიმე ევროპელი ლიდერი თუ ირანელი ხალხი, ეს უკვე იმ ჯგუფების გადასაწყვეტია და იმ კონკრეტული ადამიანების. ისრაელმა თავისი საქმე გააკეთა. ისე შეაკავა ეს სახელმწიფო, როგორც მანამდე არავის არ წარმოედგინა, რომ შეეკავებინა. ისრაელში ძალიან კაფიოდ ამბობენ, რომ ამ სახელმწიფოს არ აქვს იმისი რესურსი, რომ როგორ ვთქვათ, ბოლომდე
მიყვანოს ეს საქმე. დიახ, და ბოლომდე აღმოფხრას ის ყველა პრობლემა აი ამ ბირთვულ რეაქტორები იქნება თუ თვითონ ეს ლაბორატორიები, იქ არის რაღაც სიღრმეები არის, ფიზიკურ სიღრმეებზე არის საუბარი, რომელსაც მეტი მხარდაჭერა ჭირდება. ამიტომ აქ ძალიან პირდაპირ ამბობენ. ანუ პირდაპირ ამერიკის ჩართულობა გინდათ. გინდათ უნდათ, მოკლედ არ ვიცი, უკვე ისა იდენტიფიცირებას ვაკეთებ, შენს იდენტიფიცირებას ისრაელ ხალხთან. დიახ, აქ პირდაპირ არის საუბარი ამაზე, რომ ჩვენ შევაკავეთ ჩვენი მიზანი ეს იყო, ჩვენ ასევე გვინდოდა რომ სოფლიოსთვის გვეჩვენებინა რამხელა მარაგი აქვს ირანს. ანუ რასაც ამ წუთას ისრაელი აკეთებს არის ის, რომ აშიშულებს აი ამ ბოროტებას, რომელიც პირველ რიგში ირანელ ხალხს ართმევს თავისუფლებას. აქ ბრძოლა ირანელ ხალხთან არ მიდის. პირიქით ამ რეგიონში რომ ირანელ ხალხთან ამ ერს აქვს სენტიმენტები, ესე არც ეს ძალიან კარგად მესმის ლაშა, შენ პოსტებსაც ვკითხულობ, ისტორიულადაც ეს ასია, მაგრამ ასევე ისიც ძალიან კარგად გესმის ალბათ პირადად შენც, რომ რაც არ უნდა ასე ვთქვათ სძულდეს თავისი და სძულს ირანელი ხალხის რაღაცა ნაწილს ეს რეჟიმი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მისი კონსოლიდაცია ხდება, როდესაც მას თავს ესხმიან. ეხლა რამდენიმე დღის წინ კრისტიან ამამპურიც ამბობდა, რომელიც ირანელია წარმოშობით, რომ ჩემი ნათესავი იყო შაჰის რეჟიმში, შაჰის ერთ-ერთი გენერალი იყო, მაგრამ როდესაც ერაყი თავს დაესხა ირანს, ხელში იარაღი აიღო და დაიწყო თავის სამშობლოს დასაცავად ბრძოლა და დღეს ასევე CNN-ი კითხულობდა ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმის რეჟისორის, ანუ დოკუმენტალისტის უბრალოდ წერილს, სადაც ის ამბობდა, რომ ჩვენ ყველა დარტყმა ისრაელის მხრიდან გვაერთიანებს და მეტ კონსოლიდაციას ახდენს ხალხის ისრაელის წინააღმდეგ. ანუ რაც არ უნდა იყოს მოწოდება, როდესაც იბომბებიან და ამ დაბომბვას შეეწირება თავის სამოქალაქო პირები, რასაკვირველია წინააღმდეგობა იზრდება და მოსახლეობის მხრიდანაც ის არ მიდის თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც არ უნდა რეჟიმი იყოს, არამედ იწყებს უკვე საგარეო ამ ტრის წინააღმდეგ ბრძოლას და აი ეს პერსპექტივა გაშინებთ თუ არა, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ძალიან ხანგრძლივ კიდე სხვა ტიპის დაპირისპირებაში. რეალურად ხანგრძლივი ეს ამბავი არ იქნება თუნდაც იმის გამო, რომ ამ რეგიონში მყოფი არაბული სახელმწიფოები უფრო და უფრო მეტ ურთიერთობას ამყარებენ ისრაელის სახელმწიფოსთან. აი მაგალითად ომანი რო ავიღოთ ჩვენ 7 ოქტომბრის შემდგომ ძალიან ისეთი აქტიური საუბრები მიდის იმაზე, რომ შეიძლება ომანის სასულთნო აღადგინოს ურთიერთობები ისრაელის სახელმწიფოსთან. მე პირადად ვიყავი ომანში რამდენიმე თვის წინ ებრაული მემკვიდრეობის შესასწავლად. ეს არის ერთადერთი ადგილი, აი უკიდურესი არაბეთის ნახევარკუნძულისა, სადაც იდეალურად არის შენარჩუნებული ებრაული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი. და ისინიც საუბრობენ იმაზე, რომ უნდათ ისრაელთან აღადგინონ თავიანთი დიპლომატიური ურთიერთობები ზუსტად ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო. ის რაც ლიბანს უქნა ტერორიზმმა, რომ ანუ აი ეს შუა აღმოსავლეთის შვეიცარია უცებ გადაიქცა ძალიან რა ვიცი, პრობლემურ ქვეყანად, მოდით ასე ვთქვათ, არაჩვეულებრივი საზოგადოება და ქვეყანა. ძიმე მდგომარეობაშია ძალიან ლიბანი და ფაქტობრივად სახელმწიფო ქვეყანა გაანადგურეს, კი. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ რეგიონში აი სახელმწიფოების ჩათრევას იმ ფონზე, რომ ჩვეულებრივად ეგვიპტის ნომრიანი მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან, მაგალითად თელ-ავივის ქუჩებში, მათი საელჩო დგას, ის რომ ანუ იორდანიის სასმელი წყლის დიდი ნაწილი შედის ისრაელიდან, აი ამ გადამუშავებული ზღვის წყალი, რომელსაც ამუშავებს ისრაელი და აწვდის მერე იორდანიას, ვერ ჩაითრებს ვერავის. ეხლა ჩვეულებრივად გამშვები პუნქტები ღია არის, გადადიან, გადმოდიან ადამიანები. ეს არის პირველი, რის გამოც ისრაელში არ თulis საზოგადოება, რომ რაღაცა რეგიონული ომის საფრთხე შეიძლება დადგეს, ეს პირველი. და მეორე საქმე ეხება ირანის საზოგადოებას. მე ჩემს მეზობლებსაც რო ვესაუბრებიან ტელევიზორშიც რო უსმენ, ეს ხალხი ამბობს ამას, რომ თავისუფლებას უნდა დამსახურება. შენ თუ არ თვლი, რომ თავისუფლებისათვის უნდა იბრძოლო, შენ შეიძლება არ გეკუთვნის ეს თავისუფლება და შენი გადასაწყვეტია ამას გამოიყენებ თუ არა. თუმცა ისრაელის პირველი მიზანი იყო ის, რომ ჯერ ერთი თავისი ხალხი დაეცვა აი იმ უზარმაზარი რესურსისაგან, რომელსაც
ირანი გამოიყენებდა ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ, მეორე, გაენადგურებინა რაც შეიძლება მეტი მარაგი აი ამ ბალისტიკური რაკეტების, რომელიც ინახება ირანში და ეს მისია შესრულებული არის არაჩვეულებრივად, ნახევარზე მეტი განადგურებული არის. მესამე, ეჩვენებინა ირანისათვის და მსოფლიოსათვის, რომ ისრაელმა ძალიან კარგად იცის ყველა ის ბაზა, რეაქტორი ან რამე ქარხანა, რომელიც დაკავშირებული არის აი ამ ატომურ დღის წესრიგთან და მესამეც მსოფლიოსათვის მიეცა იმისი ცოდნა და იმისი, არ ვიცი, გაფრთხილება, რომ ირანი არ არის სახელმწიფო, რომელსაც უნდა ქონდეს ატომური იარაღი. როგორ შეხედავს ამას მსოფლიო და როგორ შეხედავს თვითონ ირანის საზოგადოება, ეს მათი გადასაწყვეტია. ამ სახელმწიფომ ისრაელზე მაქვს საუბარი, თავისი გასაკეთებელი გააკეთა და თავის მოსახლეობასთან აბსოლუტურად მართალი არის, როგორც რა ნაბიჯების გადადგა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ომი არ ვიცი, თქვენ რას ეძახით, ომს თუ კონფლიქტს? ომი ქვია აქ, ირან-ისრაელის ომი. კი ბატონო, მაშინ მეც ეს დაუძახებ, ეს ომი. და ეს ამბობენ, ესენი პირველი ომი, ეს ამბობენ ხოლმე, რომ შეხვიდეთ ხანახა სოციალურ ქსელში, ირან-ისრაელის პირველი ომი. რა ვიცი, იმედია რომ ბოლო იქნება, მაგრამ რა ვიცი, ვნახოთ. თუმცა ომია. ნამდვილად არ გადაიზრდება დიდ რეგიონალურ ომში და მალე დამთავრდება, იმიტომ რომ ეს ომი მთლიანად აისახება მთელს მსოფლიოზე. ყველაზე დიდი ტკივილი ჩემი არის ამ შემთხვევაში ის, რომ ის აისახება ცუდად უკრაინაზე, რადგან ნავთობის ფასები აიწევს და გარდა ამისა ყურადღება იქნება გადატანილი უფრო ახლო აღმოსავლეთზე და უკრაინას იმდენი ყურადღება აღარ მიექცევა. მოკლედ, მთელი მსოფლიოს ინტერესშია, რომ ეს ომი მალე დამთავრდეს და დამთავრდეს რასაკვირველია მინიმალური შედეგით მაინც, რომ ირანის ბირთვული შესაძლებლობები დავიდეს ისეთ ზღვარზე, რომ მას აღარ შეეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. მოკლედ, ლაშა, ხო, პირველ რიგში მინდა გისურვო, მშვიდობა მინდა გისურვო რასაკვირველია, მაგრამ ვიცი რომ უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელია, შენც და ისრაელელ ხალხსაც, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებსაც რასაკვირველია და მინდა რომ უსაფრთხოდ იყო და ძალიან ნერვიულობ შენზე პირდაპირ რომ გითხრა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო, რომ ნებისმიერი საფრთხე თავიდან აიცილო. ეკა მე ვიცი რომ აი ამ ჩვენს საუბარს ბევრი ისეთი მოусმენს, ვინც ჩვენთან დიასპორაში ცხოვრობს. მე მიზეზი რის გამოც ცხოვრობ ამ სახელმწიფოში და უჭერ მას მხარს არის ის, რომ მე ვიცი ძლიერი ისრაელი ჩემთვის აუცილებლად ნიშნავს ძლიერ საქართველოს. იმიტომ რომ ის პროცესები, რომლებსაც ამ წუთას ცდილობს, რომ ამ ქვეყანამ გამოასწოროს, პირდაპირ არის ჩვენთან დაკავშირებული. შენ უკრაინა ახსენე და მე დამეთანხმება ჩვენი დიასპორის ყველა წარმომადგენელი. ის თუ როგორ გაზრდილი არის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ისრაელში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმდენად შესამჩნევი არის, იმდენი დროშა გვხდება, აი სამკერდე ნიშნები მაგალითად თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება ისრაელის და უკრაინის სამკერდე ნიშნები. იმართება ძალიან ბევრი ღონისძიება. მისვლა-მოსვლა არის ძალიან აქტიურად, ამიტომ ეს სახელმწიფო ესე გაცხადებული ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება ვერც გავიგოთ კიდე დიდი ხანი როგორ მუშაობს უკრაინასთან, მაგრამ ისეთი დაახლოებული არის ისრაელი ამ წუთას უკრაინასთან და უკრაინა ისრაელთან. ყველაფერში არის ეს ყოველივე შესამჩნევი. ამიტომ თუნდაც აი შაჰიდების ქარხნის განადგურება, რომლითაც რუსეთის ტერორისტულმა სახელმწიფომ რამდენი უკრაინელი მოსპო და გაანადგურა ფიზიკურად. აი ამ საწარმოს და თვითონ ქარხნის განადგურება აქ ძალიან აქტიურად გაშუქდა. და უამრავი უკრაინელი უტოლვილი არის ისრაელში 25,000-ზე მეტი ადამიანი არის, ეს ებრაელები არ არიან, ეს უბრალოდ უტოლვილები არიან, რომელიც ისრაელმა აქ შეიფარა და აი ეს ხალხიც ძალიან ხშირად გამოდის ხოლმე თავიანთი დროშებით და იმედი აქვს რომ ერთი ომის დასრულება აუცილებლად დაასრულებს მეორე ომს. ძალიან ოპტიმისტური ხედვა და ნეტა მართლაც ასე მოხდეს. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს იყო ლაშა შაყულაშვილი, რომელიც თელ-ავივიდან ჩაგვერთო, რომელიც ეს არის ქალაქი, რომელიც პირდაპირ
სამიზნია ირანის ბალისტიკური რაკეტების და ყველაზე დიდი ზიანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი ამ ქალაქს მიადგა ირანის თავდასხმებისგან. და ჩვენ ახლა გავაგრძელებთ საუბარს, როგორც გითხარით, გეგამ გალუბლიშვილთან, რომელიც აბუ-დაბიდან ჩაგვერთვება. გეგა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სანამ ამერიკის შესაძლო ჩართულობაზე გადავიდოდეთ ამ ომში, მოდი შევაფასოთ, რას მიაღწია ისრაელმა ირანში ამ ეტაპისთვის 8 დღის თავზე. ირანის მთავარი მიღწევა, ახლა რაღაც დეტალებში რო არ შევიდეთ სამხედრო ოპერაციის, არის რომ პრაქტიკულად ისრაელის მთავარი მიღწევა არის ირანის რეგიონული სიძლიერის მითის დანგრევა. ხო, ანუ ირანი პრაქტიკულად დღეს არასოდეს ირანი ისეთი სუსტი არ ყოფილა, როგორც დღეს. ანუ შეგვიძლია დაახლოებით ირანის დღევანდელი მდგომარეობა შევადაროთ იმ პერიოდს, ისლამური რევოლუციის შემდგომ პერიოდს, როდესაც ირან-ერაყის ომი იწყებოდა. იმიტომ რომ თუ ესეთი რეტროსპექტიულად გადავხედავთ 2003 წლის მერე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერაყში განხორციელებული კამპანიის მერე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ამ კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბენეფიციარი აღმოჩნდა ირანი, იმიტომ რომ ირანმა პრაქტიკულად უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში შეძლო მისი გავლენის სფეროების უპრეცედენტო გაფართოება. ირანი აკონტროლებდა მინიმუმ 4 არაბულ დედაქალაქს, ხო, ლიბანში, ერაყში, სირიაში, იემენში. იყო შესაძლებლობა, რომ ირანს სერიოზულად ეკონტროლებინა იგივე ბაჰრეინიც, ხო, მანამაც. ანუ ამიტომ აი ამ განსაკუთრებით ამის ფონზე ირანის ესეთი უსუსურად წარმოჩენა, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი და მისი სიძლიერის მითის გატეხვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. მეორე სამხედრო თვალსაზრისით განსაკუთრებით და ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იყო ისრაელისთვისაც თვითონ, იმიტომ რომ ზოგადად 7 ოქტომბრის ოპერაცია ისრაელის დაზვერვის ერთ-ერთ დიდ ჩავარდნად ითვლება და ამის შემდგომ ისრაელმა მოახერხა, რომ ერთი ეკა გახსოვს პეიჯერების ოპერაცია, რომელიც მან განახორციელა. წინვალე ოპერაცია. ხო, ანუ აი ესეთი ასე დავახასიათებდი, კი. ფილმებსაც გადაიღებენ და რამაც ჰეზბოლას გამოუსწორებელი დარტყმა, ესეთი დარტყმა მიაყენა, რომლის შემდგომაც ჰეზბოლამ აქედან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ეს პირველი დიდი დარტყმა იყო ჰეზბოლას მიმართულებით და აი ახლა ეს მეორე უკვე კამპანია, რაც სამხედრო კამპანია, რაც ირანმა დაიწყო პირველ რიგში განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ეს იყო არამხოლოდ ირანის სამხედრო სამსახურების, არამედ პირველ რიგში მისი დაზვერვის ძალიან დიდი, მოსადის ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ ოპერაციის დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში ირანმა ისრაელმა შეძლო ირანის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ფიგურების განეიტრალება, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი რაცა ბალისტიკურ რაკეტების გამშვები სისტემების განადგურებაც. ამიტომ აი რაღაცნაირად ისრაელის დაზვერვის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი თავისი ძალები ირწმუნეს, ანუ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია მოხდა. კი, ეს ორი ოპერაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ ჩატარებული. მესამე პრინციპში ალბათ რასაც ისრაელმა მიაღწია, ისრაელი დღეს რეგიონში ჩამოყალიბდა როგორც ესეთ სამხედრო თვალსაზრისით ყოველ შემთხვევაში მკვეთრად გამოხატულ რეგიონულ, არამხოლოდ რეგიონულ ძალად, არამედ რეგიონულ ჰეგემონად, ხო? ანუ იმიტომ რომ ესეთი უშუალოდ სამხედრო თვალსაზრისით ისეთი რეგიონული ძალის ესეთი დაჩაგვრა, როგორც ირანი არის, ისრაელის სამხედრო უპირატესობას ხაზს უსვამს. ანუ აი ალბათ ესენი არის ეს სამი დადი რისი მიღწევაც ისრაელმა ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში შეძლო. კი ბატონო, მაგრამ მოდი ეხლა დავიწყოთ მთავარი კითხვით, რა მიზანი აქვს ისრაელს, ნათანიაჰუს პირადად, რომლის
მისია, ცხოვრებისეული მისია იყო, რომ ეს ოპერაცია განეხორციელებინა, როგორც ამას ექსპერტები ამბობენ. ეს არის მხოლოდ ბირთვული შესაძლებლობების მინიმიზაცია, ანუ მინიმუმამდე დაყვანა თუ რეჟიმის შეცვლა. ეხლა მისი რიტორიკიდან ჩანს, მათ შორის როგორ მოუწოდა ირანელ ხალხს რომ რეჟიმის წინააღმდეგობაში ჩაერთოს, რომ საბოლოო მიზანი და სასურველი მიზანი რასაკვირველი არის რეჟიმის შეცვლა. რაც არ უნდა დასუსტდეს ირანი ამ თავდასხმებით არის თუ არა შესაძლებელი, რომ დღეს ისრაელმა შეძლოს რეჟიმის შეცვლა ქვეყნის შიგნით, მაშინ როდესაც ამის ნიშნები ჩნდება, რომ ხალხი, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ იყო ირანელი ხალხი, რაღაცა კონსოლიდირებას აკეთებს ამ შემთხვევაში ისრაელის წინააღმდეგ, მათი განწყობები იცვლება და ეს არც არის გასაოცარი, ხო? თუ თქვათ გათვლა ქონდა ნეთანიაჰუს, რომ ამ თავდასხმებით ის შიგნით ხალხს წაახალისებდა, რომ რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულიყო, შესაძლოა მან მიიღოს აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი. ანუ ახლა ნეტანიაჰუს პოლიტიკა მართალი ხარ, რამდენიმე ნაწილი ქონდა, ეკა შენ გიყვას და შევეცდები გავშალო და ის ნაწილ უპასუხო. პირველი აბსოლუტურად გეთანხმები, ნეტანიაჰუს პოლიტიკური იდენტობა 90-იანი წლებიდან მოყოლებული შექმნილი არის ირანთან დაპირისპირებით და ირანის საფრთხის განეიტრალებით. ნეტანიაჰუ ირანის ბირთვულ საფრთხეზე ლაპარაკობს 90-იანი წლებიდან. და ეგ ანუ თუ გახსოვს მაშინ როდესაც იმას ვისაც უნდა ხოლმე და უშუალოდ ნეტანიაჰუს მიერ გამოთქმული მოსაზრებების დისკრედიტაცია იყენებენ ხოლმე 96-97 წელს გაკეთებულ განცხადებებს 2012 წელს გაკეთებულ განცხადებებს რომ ირანი უახლოვდება ბირთვული ბომბის შექმნის ფაზას 2012 წელს მან ანუ ეჰუდ ბარაქთან როცა შექმნა კოალიცია ერთ-ერთი მისი თავარი მიზანი მაშინაც იყო ირანის საფრთხის განეიტრალება, თუმცა მაშინ ძალიან რადიკალურად განსხვავებული გლობალური პროცესები რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბარაქ ობამა იყო თვითონ ქვეყნის შიგნითაც როგორც სამხედრო ესტაბლიშმენტის ნაწილი ყოველ შემთხვევაში მხარს აუჭერდა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას და მალევე უკვე მოხდა ესეთი P5+1-ის შეთანხმება 2015 წელს, რამაც მისთვის ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა არ მიცა. ეხლა რა მოხდა ეხლა, რატო გადაწყვიტა ნეტანიაჰუმ ეხლა ამის გაკეთება და შეძლებს თუ არა ის რეჟიმის ცვლილებას ან რეჟიმის ჩამოშლას. ზოგადად მე ძალიან სკეპტიკურად ვარ ხოლმე განწყობილი, როდესაც რეჟიმის ცვლილებებზე რაღაც განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ირანი, რაღაცა ისეთ იოლად საუბრობენ ხოლმე. ხშირად ეს ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მაინდა-მაინც კარგად არ იცნობენ და ბევრი არ იცნობს, იმიტომ კი არა, რომ არ აკვირდებიან, უბრალოდ ზოგადად პროცესები საკმაოდ დაფარულია, დახურულია ხოლმე ირანში და ესე ხელის გულზე არ ჩანს ხოლმე, ხო? ანუ იქ უშუალოდ არ სოციალური კვლევები არ ტარდება, ანუ რთულია პროცესების სიღრმისეულად შესწავლა რა ხდება ირანში, იმიტომ რომ ძალიან დახურული სისტემაა. თუმცა თუ დავაკვირდებით და უშუალოდ აი რაღაცა რამოდენიმე იდენტურს არა, მაგრამ მიახლოებულ ვითარებას, ხო და უშუალოდ სირიაში გაცილებით უფრო დასუსტებულმა ბაშარ ალ-ასადმა ხელისუფლებაში დარჩენა შეძლო დაახლოებით 14 წლის განმავლობაში. გასაგებია რომ ბაშარ ალ-ასადს მაშინ დაეხმარა სერიოზულად რუსეთი, დაეხმარა ირანი თვითონ, მაგრამ 14 წელი გაძლო ხელისუფლებაში. ეხლა იმისთვის რომ მოხდეს რეჟიმის ჩამოშლა, რა მინიმუმ რა წინაპირობები უნდა არსებობდეს, ხო? და ეს წინაპირობები, ესეც ამასაც ხაზი უნდა გაუსვათ, არ ნიშნავს, რომ რეჟიმის ჩამოსვლა აუცილებლად მოხდება. პირველი წინაპირობა იმისთვის, რომ ეს რეჟიმის ჩამოშლა არის, რომ რეჟიმმა ვერ უნდა შეძლოს მმართველობა, ანუ ისე უნდა დასუსტდეს, რომ მას აღარ უნდა კონდეს უნარი, რომ მართოს პროცესები, პოლიტიკური პროცესები, ეკონომიკური პროცესები, აი governance-ასაც ეძახიან, ეს ვერ უნდა განახორციელოს
ქვეყანაში. ახლოს არის ამასთან ახლა დღესდღეობით ირანი თვლი რომ არა, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით ირანის განსაკუთრებით სამხედრო ექსპერტებს და მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ირანის გუშაკთა კორპუსმა, რევოლუციურ გუშაკთა კორპუსმა რაც შეძლო იყო ძალიან დიდი დარტყმის, ანუ მათი პრაქტიკულად ირანის სამხედრო ძალების გენერალიტეტის განეიტრალების მერე მაინც გარკვეულწილად მობილიზება და ისრაელისთვის სამხედრო პასუხის გაცემა. ანუ იქ ეტაპზე არ შეინიშნება რაღაც ესეთი ინსტიტუციური ჩამოშლის ნიშნები. აქ ერთ დათქმას გავაკეთებ. ერთ-ერთი დაუშვათ რამაც შეიძლება ეს შეცვალოს, ეს მოცემულობა, არავინ არ ვიცით, ბევრი სპეკულაცია არის. რამაც შეიძლება შეცვალოს ეს მოცემულობა, დაუშვათ თუ დადასტურდა, რომ ხამენეი, ანუ ირანის სულიერი ლიდერი, უზენაესი ლიდერი, დაუშვათ წავიდა ომანში, ხო? ანუ ან დატოვა ქვეყანა. არის ამის ნიშნები? სპეკულაციები იყო, მაგრამ ანუ მაგაზე ვერავინ და ანუ არ არსებობს წყარო, რომელიც ამაზე შეიძლება ისეთი ამაზე ისაუბროს დარწმუნებით, ხო? ესე გეგა, ბამპატიეს არ დაგავიწყოს, რასაც ამბობ, მაგრამ აქვე ჩაგეკითხები, თუ ესე იგი, რადგან ისრაელის აგენტების ინფილტრაცია იმდენად დიდია, რომ მათ შეძლეს პირდაპირ საძინებლებში აეფეთქებინათ ზოგიერთი გენერალი და წარმოუდგენლად ზუსტი ოპერაციები განახორციელეს მათ მოსაკლავად, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ხამენეის, ასე ვთქვათ, ლიკვიდაციაც არ იქნება მათთვის ძალიან რთული ამოცანა. ხო, ანუ ეხლა ღია წყაროებზე დაყრდნობით, რაც ვრცელდება ყოველ შემთხვევაში, რომ პრაქტიკულად ირანის უზენაეს ლიდერს ხამენეის გადაცემული მთლიანად მართვის სადავეები გადაცემული აქვს გუშაკთა კორპუსისთვის. ზოგადად გუშაკთა კორპუსი მაინც ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია იყო. თუმცა თავები წაცლილი აქვს ამ გუშაკთა კორპუსს, ხო? მაგრამ არ არის როგორც ინსტიტუციურად ჩამოშლილი არ არის. და ანუ ამის ნიშნები, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამის ნიშნები არ ჩანს, გადაცემული აქვს გუშაკთა კორპუსი იმისთვის, რომ მას არ მოუწიოს ყოველ ანუ რაღაცა გარკვეული პერიოდულობით რაღაცა მართვის პროცესში ჩართვა ან რაღაცა კონტაქტებზე გასვლა უსაფრთხოების მიზეზების გამო. ანუ ყოველ შემთხვევაში ეს არის გავრცელებული ცნობები, ისევ ამბობ ამის დადასტურებას ვერავინ ვერ შეძლებს, რომ საკმაოდ იზოლირებულია სწორედ აი იმ მიზეზების გამო, რაც შენ ახსენე, რომ ისრაელს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაზვერვის სამსახური აქვს და მისი დაზვერვის სიძლიერე არის სწორედ აი ესეთი, რასაც ეძახიან ხოლმე, ესეთი ადამიანური დაზვერვის ელემენტები, ანუ აი ინფილტრაცია, ამ ტიპის არა მხოლოდ დაუშვათ ელექტრონული სატელიტური შესაძლებლობებით ინფორმაციის მიღება, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატებია ლიდერი. არამედ რასაც ეძახიან, ესეთ human intelligence, რასაც ეძახიან, არის ძალიან ძლიერი არის და ანუ ამ ოპერაციებმაც ეს ანახა. ესე იგი, პირველი ანუ ეს ნიშნები, რომ ქვეყანამ ვერ შეძლოს მმართველობის გაგრძელება, ჩემი აზრით, ჯერ ესე ნათლად არსად არ არის. მეორე, რის გამოც შეიძლება ჩამოიშალოს რეჟიმი, ეს არის, როდესაც რაღაცა გარკვეულად ქვეყანაში არსებობს რაღაცა ორგანიზებული ძალა, რომელსაც ძალიან დიდი რყევების დროს შესაძლებლობა ეძლევა, რომ აი დაუშვათ მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის უკიდურესად დასუსტებული, იმოქმედოს და რაღაცა ან რევოლუციური გზით იქნება, ან დაუშვათ რაღაცა სხვა გზით მოახერხოს ხელისუფლების ხელში აღება. ანუ ან წარმართოს ისეთი პროცესი, რომელიც ხელისუფლებას დაასრულებს. ისევ დაუშვათ ერაყის სირიის მაგალითს თუ ავიღებთ, ხო, ხა სირიაში ალ-შარას 30000 კაციანი შენაერთი ყავდა, ხო და სირიის ნაწილს აკონტროლებდა და ბაშარ ალ-ასადის საბოლოო ქვეყნიდან გაქცევაც ამან გამოიწვია, რომ ალ-შარამ დაიწყო მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია. ხო, ანუ დღეს ირანში არანაირი ორგანიზებულია ესეთი ძალა, მე არ ვამბობ დაუშვათ რაღაცა სამხედრო ძალაზე, არანაირი ესეთი პოლიტიკური ორგანიზებული ძალაც არ არსებობს და ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარედან მიმართავენ ხოლმე ირანულ საზოგადოებას, მათი გავლენა ძალიან ლიმიტირებული არის და მათ შორის შაჰის შთამომავლები. კი, ძალიან რაღაცა ძალიან კიდევ უფრო ლიმიტირებულია, ვიდრე ბევრს ეგ წარმოუდგენია და რაღაც გარკვეულწილად ინფლუენსერებად შეგვილია
ჩავთვალოთ. ეხლა ეს მეორე მომენტში კიდე ერთი არის მნიშვნელოვანი ძალიან, რომ ზოგადად როდესაც ქვეყანა და ირანის კარგი მცოდნეები დაგვიდასტურებენ ამას, ირანში ესეთი ირანი არის საკმაოდ ნაციონალისტური გზნობები, ანუ ეს რაღაც საკმაოდ ძლიერი ირანში. და მაშინ როდესაც ნებისმიერი საზოგადოება უპირისპირდება გარე საფრთხეს, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის რეჟიმი არის იმ მომენტში ქვეყანაში, ხდება ხოლმე ესეთი დროშის ირგვლივ შემოკრების სინდრომს ეძახიან ხოლმე, რაც ხელისუფლებას ამყარებს ხოლმე. ხო, ხელისუფლების კონსოლიდაცია ხდება პირიქით, იმიტომ რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ტრადიციულად რეჟიმს უპირისპირდებოდნენ, ამ რეჟიმის მიმართ უფრო ლოიალურები ხდებიან, იმიტომ რომ საფრთხე, რასაც ისინი აწყდებიან, გაცილებით უფრო დიდი არის. ამიტომ ისევ ეს მეორე წინაპირობაც ამ ეტაპზე ჩემი აზრით არ არსებობს, ანუ ყოველთვის ღია ნიშნები არ არის და მესამე და აქ დავამთავრებ ეკა და მესამე რაღაც შეიძლება რეჟიმის ჩამოშლა ან რეჟიმის ცვლილება გამოიწვიოს არის გარე ინტერვენცია და ხა გარე ინტერვენციას განსაკუთრებით იმ მაგალითების მერე რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ერაყში, ავღანეთში და ამ რეგიონში 90 მილიონიან ერაყში, 90 მილიონიან ირანში სერიოზულად არავინ არ განიხილავს. ამიტომ ისევ ამბობ, ეგ არ ნიშნავს, რომ რეჟიმის ჩამოშლა შეიძლება არ მოხდეს, უბრალოდ ამ ეტაპზე ამის რაღაც ესეთი ღიად გამოკვეთილი ნიშნები არ არის. კი ბატონო, მაშინ იქნებ გონი არ გიპასუხე ისრაელის მიზნებზე და მანდაც ძალიან მოკლედ. ხო, აი ახლა ზუსტად მინდა, მაშინ რა მიზანი აქვს ისრაელს? ანუ თუ მას ყავს, შეგვიძლია მტკიცებით ფორმაში ვთქვათ, ძალიან ბევრი აგენტი ირანში შიგნით ინფილტრირებული და ძალიან ბევრი ინფორმაციას ფლობს, ხო? ახლა საძინებელი სადაც იცის, სად არის რომელიმე მაღალჩინოსნის, იქ კიდევ ძალიან ბევრი ინფორმაცია მის ხელში. ამიტომ მაინტერესებს, აი ამ მას ექნება, ხო, ასე თუ ისე რეალისტური შეფასებები, თუნდაც რამდენად შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა და თუ თქვათ ეს ინფორმაციები აქვს და რეჟიმის ჩამოშლა არ თუ ისე ადვილი არსად, როგორც ახლა ძალიან კარგად ახსენი, მაშინ რა არის მისი პროგრამა მინიმუმი, რომლის შემდეგაც იტყვის, რომ ამ ეტაპზე ეს ოპერაცია მორჩა და ნუ გადავიდეთ თქვათ რაღაცა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ისრაელის თავარი მიზანი არის არა ღიად განცხადებული, ანუ მიანიშნებენ, მაგრამ ისრაელის პირველივე დღიდან იყო რეჟიმის ჩამოშლა. განცხადებული მიზანი ისრაელის ბუნებრივია არის ბირთვული შესაძლებლობების განადგურება, ისევე როგორც ბირთვულ შესაძლებლობებთან ერთად ბალისტიკური რაკეტების, როგორც მარაგების ისე მათი წარმოების განადგურება. ეს ორი განცხადებული მიზანი აქვს, თუმცა მშვენივრად იცის ნათანიაჰუმ, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს რეჟიმი გადარჩა ირანში, მაშინ მოხდება მთლიანად ირანის ესტაბლიშმენტის მიერ შეკავების ინსტრუმენტების გადახედვა, იმიტომ რომ ამ შეკავების ინსტრუმენტებმა აღარ ჩამოეშალათ თავიდან ბოლომდე. ანუ რას ვამბობ ამითი, რომ პრაქტიკულად мотиваცია იმისა, რომ ირანმა ძალიან მოკლე დროში შექმნას ბირთვული იარაღი გაათმაგდება, გაათკეცდება. თუ იმ შემთხვევაში თუ ეს რეჟიმი გადარჩა. ამიტომ ბუნებრივია ისრაელის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის პრაქტიკულად ერთი თავისი დომინაციის ჩვენება რეგიონში, თავის წარმოჩენა როგორც სამ რეგიონული ჰეგემონი და ასევე რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა და ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ ნეიტრალიზაცია. ეხლა რამდენად რეალისტურია, ამას ისევ ამბობ, მაგრამ ეს უკვე დაზვერვაზეც აღარ არის ეკა დამოკიდებული. რა რეჟიმი როდის ჩამოიშლება, სუსტი რეჟიმები რამდენ ხანს გაძლევენ, ამის პრაქტიკულად ამის ესეთი გზამკვლევი არ არსებობს, არავინ ამას ხო, ნამდვილად არა, მე მგონი ამას ვერ ეტყვის. უბრალოდ მიზანი არის, ნათანიაჰუს მიზანი არის ამ რეჟიმის მაქსიმალურად დასუსტება. ისეთი იმ დონეზე დასუსტება, რომ ამ რეჟიმმა ვერ შეძლოს მართვა. ჩემი აზრით, ნათანიაჰუმ კარგად იცის მართვა და ამ ალბათ პროგრამების ბირთვული პროგრამების განახლება, ხო, იმიტომ რომ მონაცემებითაც დიდი ზიანი მიაყენეს, ხო, მეცნიერების კი, მართვაზე რატო ვამახვილებ ყურადღებას, ეკა, იმიტომ რომ
ნათანიაჰუმ მშვენივრად იცის, რომ სამხედრო ინტერვენცია, ანუ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას იქ არავინ არ აპირებს. ნათანიაჰუმ მშვენივრად იცის, რომ ირანში არ არსებობს არანაირი ალტერნატიული ძალა, რომელმაც შეიძლება რაღაცა დიდი დარტყმა მიაყენოს რეჟიმს, ამიტომ რეჟიმის ჩამოშლა რამაც შეიძლება გამოიწვიოს, არის ქვეყანაში ისეთი ქაოსის შექმნა, რომელიც რეჟიმს იმდენად სუსტად წარმოაჩენს და იმდენად მოუსწრობს ყველა შესაძლებლობას, რომ მართოს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში ჩამოშლის პირას მიიყვანს. ჩემი აზრით, ესაა მისი აი ქაოსის ნიშნები რა იქნება? პირველი ქაოსის ნიშნები იქნება პირველ რიგში ეს იქნება დაუშვათ მაღალი ანუ პირველი უკვე ვახსენე ერთი ხო დაუშვათ გადასტურდა რომ უზენაესმა ლიდერმა ანუ ხამენეიმ გადაწყვიტა რომ დატოვოს ირანი და გაემართა დაუშვათ ომანში. ეს დიდი ფსიქოლოგიური ეს იქნება დარტყმა იქნება რეჟიმზე. ამას თუ მოყვა დაუშვათ მაღალი რანგის ან პოლიტიკური ან სამხედრო ფიგურების მიერ მცდელობა რომ დატოვონ ირანი. და ეძება თავშესაფარი, ხო, იქნება ეს რუსეთში, ვიცი, ანუ ნებისმიერ, ანუ ეს იქნება პირველი ნიშანი იმისა, რომ რეჟიმმა დაკარგა რწმენა და პროცესების მართვა აღარ შეუძლია. ანუ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ნიშანი ამისა. და ნუ ხო, და მერე უკვე დაუშვათ ეს გადაიზრდება უკვე თვითონ მოსახლეობისთვის მინიმალური სერვისების ვერ მიწოდებაშიც. და რაც მერე ეს უკვე გადაიზრდება სრულ ქაოსში. ანუ დაუშვათ აი ეს იქნება ნიშნები, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად რაღაც ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, ეს ნიშნები ჯერ ეს ხელის გულზე არ არის, ეს ნიშნები არ ჩანს ჯერჯერობით. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ ამერიკაზე. მთავარი კითხვა იქნება 2 კვირის განმავლობაში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი, რადგან მან თქვა, რომ 2 კვირის განმავლობაში მივიღებ ამ გადაწყვეტილებასო. ამაზე სხვათა შორის საინტერესო იყო მისი ყოფილი უშიშროების მდივნის რეაქცია ბოლტონის, რომელმაც საკმაოდ საინტერესო interview მისცა Deutsche Welles. I mean, you don't know that I'm going to even do it. You don't know. I may do it. I may not do it. I mean, nobody knows what I'm going to do. I can tell you this, that Iran's got a lot of trouble. Yes, I don't think he knows what to do as of the moment we speak. And he doesn't like to be in these kinds of situations where he has to make a choice that he can't reverse the next day. რომელიც ამბობს, რომ ტრამპი ამ შემთხვევაში წელავს დროს, იმიტომ რომ ზუსტად არ იცის რა გააკეთოს. ხო, ანუ ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და ნათანიაჰუ ხშირად დაუშვათ ესეთი ერთენაზე საუბრობენ ხოლმე, ჩანან ხოლმე, რომ ძალიან შეთანხმებულები არიან ერთმანეთთან, ეს არ არის ესეთი იოლი ურთიერთობაც, ხო, ეს თვითონ წინააღმდეგობრივი ურთიერთობაა ხოლმე ხშირად. დაუშვათ აი მაგალითს მოგიყვანა ეკა სანამ გადავალ შენ კითხავს უპასუხებ დაუშვათ ტრამპის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ნუ თუ არ ჩავთვლით ვატიკანში რომის პაპის გასვენებაში წასვლას რომელიც ეს ოფიციალური ვიზიტი არ იყო პირველი ვიზიტი იყო შუა აღმოსავლეთში და ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი ქვეყანა რაც ტრამპმა გამოთქვია ისრაელი და რაღაც და ეს უშუალოდ ეს ძალიან მაშინ განხილვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, რომ იქ იყო გარკვეული თემები, ანუ ნათანიაჰუს და ტრამპის ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ ტრამპს აქვს გაცილებით უფრო განსხვავებული ეხა ინტერესები, მას სურდა რომ მაქსიმალურად ყურის ქვეყნებიდან წამოეღო ფინანსები, რაღაცა და აი რაღაც ესეთი ეკონომიკური წარმატების უფრო შიდა აუდიენციაზე უნდა აქცენტის გაკეთება და მისი მთავარი წინასაარჩევნოთაც და მერეც მისი მთავარი მუდმივი ერთ-ერთი რასაც ამოვა ესეთი talking point რაც მუდმივად იმეორებს ხოლმე არის ის რომ ტრამპი არის ერთადერთი პრეზიდენტი რომლის დროსაც ამერიკის შეერთებული შტატები ომში არ ჩართულა და არათუ ომში არ ჩართულა, არამედ იმ პერიოდში ვერავინ ვერ ბედავდა სამყარო რუსეთს არაფერი არ გაუკეთებია უკრაინის წინააღმდეგ, შუა აღმოსავლეთში არაფერი ისეთი არ გაკეთებულა, იმიტომ რომ ტრამპი იყო ამ დროს პრეზიდენტი და ვერავინ ამას ვერ ბედავდა და ნათანიაჰუს ინტერესი ამ ხრივ ტრამპისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ეხლა რა ხდება ამის შემდგომ, ხო?
პირველი რეაქციები იყო რუბიოსი, რომელიც იყო არაორაზროვანი, საკმაოდ, რომელიც ამბობდა, რომ აი ეს აქ ყოველ შემთხვევაში დააფრთხილებდა ირანს, რომ არანაირი იერიში არ მეიეტანა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე რეგიონში, იმიტომ რომ ამერიკა ამ ოპერაციაში არ იყო ჩართული. და ხო, ნუ ტრამპიც უფრო რაღაც ესეთ დიპლომატიურ გამოსავალზე ლაპარაკობდა, რაღაც გარკვეულწილად ცინიკურად ირანის მიმართ, რომ ის აფრთხილებდა, როცა დრო იყო, რომ ირანს უნდა მაშინ მიეღწია შეთანხმებებისთვის, ეხლა გაცილებით უფრო მძიმე პირობებში მოუწევს, მაგრამ რაღაცა დადგა რაღაცა მომენტი, გარდამტეხი მომენტი, როდესაც ტრამპმა და ამაში გეთანხმების შენ კითხვაშივე იყო ესეკა, ტრამპმა ჩათვალა, რომ ირანის რეჟიმი შეიძლება იყოს ჩამოშლის პირას და ვინ აიღებს ამის კრედიტს, ანუ ვინ აიღებს ხო, ნათანიაჰუ თუ ის ნათანიაჰუ თუ ის და ნუ მისი ცნობილი ტვიტები, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ირანის ცას და რაღაცა მით დაპირ მიუთითებდა იმას, რომ უკვე ტრამპს ამ შემთხვევაში აღარ უნდა დაეთმო ნათანიაჰუსთვის აი ეს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სამხედრო გამარჯვება, რომ ანუ დაუშვათ მან არ ყოფილიყო მხოლოდ ნათანიაჰუ და ანუ ამ გამარჯვების ერთ-ერთი შემქმნელი თვითონაც ყოფილიყო. ზოგადად ამბობენ ხოლმე, რომ ტრამპი ძალიან ადვილად ხანდახან იოლად ექცევა იმის გავლენის ქვეშ, ვისთანაც ბოლოს საუბრობს, ეს არის ესეთი გავრცელებული მოსაზრება არის. და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც აი ეს მაშინ დაუშვათ აი ამ განწყობით პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ უფრო პირდაპირ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია ამ კონფლიქტში, ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია თავდაცვითი კუთხით, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ისრაელს, იმიტომ რომ დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის სისტემები ძალიან ეხმარება ისრაელს, რომ მოიგერიოს ეს ბალისტიკური რაკეტები იქნება თუ დრონები, ხო? ხო, ანუ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები ჩართული იყო ისრაელისთვის თავდაცვითი შესაძლებლობის, ისრაელის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით, ანუ ის, რომ ისრაელი ეფექტურად ახერხებდა ირანის შეტევების მოგერიებას, ამაში ამერიკის შეერთებული შტატები იყო დიდი. თუმცა, ეხლა მნიშვნელოვანი რა არის, ანუ რატო გაჩნდა უკანასკნელ დღეებში მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვებოდა ამ პროცესში. ხო, ბუნებრივია, ერთი იყო პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა, მაგრამ ამის გარდა იყო ორი კიდევ მნიშვნელოვანი მიზეზი. პირველი იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მობილიზაცია რეგიონში. ხო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგზავნა მეორე ავიამზიდი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგზავნა საწვავის გამმართი ტანკერები, თვითმფრინავები და ანუ პრაქტიკულად იმ ტიპის სამხედრო კონცენტრაცია მოახდინა რეგიონში. რაც აგზავნიდა სიგნალსო ამერიკის შეერთებული შტატები, ყოველ შემთხვევაში სამხედრო პენტაგონი პრეზიდენტს უმზადებს დიდ არჩევანს იმისა თუ რისი გაკეთება მონა, რა გადაწყვეტილებასაც არ უნდა მიეღო პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად იქნებოდნენ მზად. და მეორე მიზეზი იყო, ამაზე ბევრი საუბრეს დეტალურად, აღარ გავჩერდები ამაზე, რომ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატებია ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დღეს გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები გაანადგუროს ირანის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გასაიდუმლოებული, ადრე იყო გასაიდუმლოებული, დღეს არა, მაგრამ ყველაზე უფრო კარგად დაცული ბირთვული რეაქტორი, ხო? რომლის განადგურების შესაძლებლობა ისრაელს არ აქვს, რამდენადაც მე ვხვდები, იმიტომ რომ ისრაელს არ აქვს, იმიტომ რომ ამას ეძახიან ხოლმე ბუნკერის გამანადგურებელი ბომბები არის, ეს ბომბები აქვს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს. საინტერესო რომ ამას ეს ბომბა არც გამოცდილა, რამდენადაც მე ვიცი. და ზოგადად ამ ისა სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებაც ბიორები, რომლებაც უნდა ანუ ეს ბომბა უნდა ჩამოაგდონ, ესეც აქვს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამიტომ ზოგადად იმან რომ ბირთვული შესაძლებლობების განადგურება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია და მეორე იმ პროცესებმა იმ სამხედრო ასეთი ძალიან დიდი რაოდენობით
შესაძლებლობების კონცენტრაციამ რეგიონში გააჩინა ეს მოლოდინები. ეს არ იყო დამყარებული მხოლოდ ტრამპის რიტორიკაზე, ეს იყო ისევ ეს ამ ორმა ფაქტორმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ეხლა რა ხდება დღეს, ხო? ანუ ჩაერთვება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ამ კონფლიქტში. რა პერიოდი აშორებს ირანს შექმნას ბირთვული იარაღი? გადაჭრით ვერავინ ვერ უპასუხებს ამ კითხვას, იმიტომ რომ უშუალოდ ის, რასაც ამბობს ხოლმე ნათანიაჰუ და ნათანიაჰუს მიერ გამოთქმული პროგნოზი იყო, რომ რამოდენიმე თვე და მაქსიმუმ 1 წელი, მაგრამ იმას ვისაც უნდა ხოლმე ნათანიაჰუს კრიტიკა ხოლმე იხსენებს ნათანიაჰუს იმავე ტიპის განცხადებებს 2012-90-იან წლების ბოლოს გაკეთებულსაც. რეალურად ბირთვული სააგენტოს, საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომ ირანი არღვევს NPT-ით, ანუ გაურთბირთვული იარაღის NPT-ით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. ანუ არ ექვემდებარება NPT-ით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, იმიტომ რომ non-proliferation treaty არის NPT ხალხებს ქართულად არ გადავთარგმნენ, გაურთელებლობის ხელშეკრულება, ბირთვული გაურთელებლობის ხელშეკრულება ბირთვული და მაგრამ მას არ უთქვია და არანაირი მოსაზრება არ გამოუთქვავს თუ რა ეტაპზე არის ან სად არის მისული დღეს ირანი თავად ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით. ზოგადად ისადა ანუ გუშინ იყო საინტერესო ინტერვიუ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და ერთ-ერთი კითხვა რასაც უშუალოდ ირანი ამამპურს რა ქონდა იმ ინტერვიუზე ამამპურთან რა იყო ხო? ამამპურის მეორე დღეს იყო ამამპურსაც ქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ორივე მიყოლებით იყო და BBC-ის კორესპონდენტი ეკითხებოდა რომ რატო გადაწყვიტა ირანმა და უშუალოდ ურანიუმის 90%-მდე გამდიდრება, რაც აჩენს შესაძლებლობას ბირთვული იარაღის შექმნის. იძლევა და აი ესეთი ანუ ძალიან კარგი მოსაუბრე არის ზოგადად ირანელებს კაი დიპლომატები ყავთ, ძლიერი დიპლომატები ყავთ, მაგრამ ეხლა ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ ქონდა. ისიც თქმა მინდა ამით. ზუსტად დღეს გადაჭრით ვერავინ ვერ იტყვის რა პერიოდი აშორებს ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. თუმცა რაც შეიძლება გადაჭრით ითქვას არის ის, რომ ირანმა შეძლო ურანიუმის იმ დონემდე გამდიდრება, რაც მას საკმაოდ მოკლე დროში ამის შესაძლებლობას მიცემს. ერთი და მაგრამ რა არის საკმაოდ მოკლე დრო? ეს შეიძლება იყოს 1 თვე, შეიძლება იყოს 6 თვე, შეიძლება იყოს 2 წელი. ნათანიაჰუ იძახდა ბოლო მისი განცხადება იყო რამდენიმე თვე, 1 წელი და მეორე რაც შეიძლება გადაჭრით თქვათ, რომ ირანი ამ ეტაპზე არ იცავს გაურცელებლობის შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს. ანუ ეს ორი მოცემულობა გვაქვს. კი ბატონო, ეხლა ამერიკის, იმიტომ რომ ხო, ეხლა არგუმენტად მოყავთ, რომ აი თქვენ სადამ ჰუსეინზეც იგივეს ამბობდით, რომ ბირთვული, ასე ვთქვათ, მარაგები ქონდა და ეს იყო არგუმენტი, მე აღმოჩნდა, რომ ეს დაზვერვატყუოდა და ეს არ იყო სწორი ინფორმაცია. ანუ აქ როდესაც არის საუბარი ანუ შეიძლება პარალელის, მაგრამ აქ ამ პარალელს ვერ გავავლებთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ არა, მე არ ვსვავ ამ კითხვას, ეს რიტორიკა წინ წამოვიდა. კი, ბუნებრივად წინ წამოვიდოდა, იმიტომ რომ დაუშვათ მაშინ ანუ ის აბსოლუტურად სხვა კონტექსტი იყო, ანუ ძალიან უკვე სიღრმეში აღარ ჩავალ უკვე თვითონ სადამ ჰუსეინი. ძიმე კონტექსტი, ასე ვთქვათ. ხო, სადამ ჰუსეინი არ აღიარებდა თვითონ იმას, რომ ბირთვული იარაღი არ ქონდა, არ უნდოდა რომ ეს მის სისუსტეთ აღექვათ და ანუ მასობრივი განადგურების იარაღი რო არ ქონდა, რომ ეს მის სისუსტეთ აღეთქვათ და ბუნებრივია იქ იყო ღია ნიშნები რაღაც ეტაპებზე რო ხდებოდა უკვე სადაზვერვო ინფორმაციით მანიპულირება, ხო? დღეს ამ ეტაპზე ის რომ ირანი ამდიდრებს ურანიუმს, ის რომ ირანი არ ექვემდებარება გაურცელებლობის შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია. ანუ რაც აძლევს ისრაელს ლეგიტიმურ საფუძველს რომ ეს ოპერაცია აწარმოოს, იმიტომ რომ ირანი მას ემუქრება განადგურებით.
რომ განთლიანად გაანადგურებს ქვეყანას. ხო, ანუ, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ისეთ არც ერთ ქვეყანას, ასაც ქვია, ესეც ქვია პრევენციული, ანუ preemptive და ანუ ძალიან ისეთი ხო, დარტყმის უფლება, ანუ ირანი ამბობს, ისრაელი ამბობს, ეს არის თავდაცვა. ერთადერთი რასაც საერთაშორისო სამართალი ამ ხრივ უშვებს, რომ უნდა იყოს მყისიერი საფრთხე. მყისიერი საფრთხე რა არის მაშინ? ანუ რო გამსაზღვროთ, რომ თუ ორ კვირაში, ერთ თვეში, 6 თვეში ექნება ირანს ბირთვული იარაღი, რომელიც შეიძლება ესროლოს ისრაელს და გაანადგუროს და აღგავოს მიწისაგან პირისა, არის თუ არა ეს მყისიერი საფრთხე? ანუ ეგ ჩათვალე რომ ანუ ეხლა ჩვენ საინტერესო თემაზე ვკამბობთ. ხო, შეიძლება ნებისმიერმა ქვეყანას გამოვიდეს და თქვას, რომ მის დაზურვას აქვს ინფორმაცია, რომ დაუშვათ არ ვიცი რაღაცა საქართველოს ემზადება მოსკოვის შტურმით ასაღებად. თან რაღაც ისე ამბობ. ხო, მაგრამ ეს როგორც ჩვენ თქვი, რომ ეს ხო არ არის თქვა იგივე ერაყის შემთხვევა. დამტკიცებული ფაქტებია. ანუ მაგიტომ ამ დროს შევდივართ, რასაც ქვია ესეთ რუხ არეალში შევდივართ, სადაც საერთაშორისო სამართლის თუ როგორ შეიძლება მოხდეს ლეგალურად სამხედრო ძალის გამოყენება, ხო? ლეგალურად სამხედრო ძალის გამოყენება შეიძლება თავდაცვითი მიზნებისთვის და უკვე მან რასაც ქვია ეს preemptive შეტევებს რასაც ეძახიან, იქ მინიმუმ მაინც უნდა იყოს მყისიერი საფრთხე და თუ არ და მეორე ისო გამოიყენო სამართლებრივი პრინციპების დაცვით აუცილებელი არის უშუალოდ საბჭოს რეზოლუცია ამისთვის. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ახლა ამერიკის თემას რო დაუბრუნდეთ. ანუ მაგალითად ესეთი სცენარი წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკა იყენებს ამ ბომბს, რომელთაც შესაძლებელია ღრმა მიწისქვეშეთში არსებული ეს მაბირთვული მარაგები განადგურდეს და ამით მართლაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს ირანის ბირთვულ პროგრამას. აი თუ ეს გააკეთა, მაშინ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს სამხედრო, მძიმე სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ერთი კვირა გრძელდება, გადავა ფართო მასშტაბიან რეგიონალურ ომში. თუ შეიძლება ესეც რაღაცა მიზნობრივი, ასე ვთქვათ, დარტყმები იყოს, რომელიც ბევრს არაფერს არ შეცვლის. ხო, ანუ მოდი ახლა გადავიდეთ, აი მან გადავდიოდი ზუსტად, არა, პირველი თვითონ დარტყმების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ზოგადად ეს ბუნკერის გამანადგურებელი ბომბები სამხედრო ოპერაციებში რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის, არ ყოფილა აქამდე გამოყენებული. ამიტომ რაც უფრო პატარა მასშტაბის გაცილებით უფრო პატარა მასშტაბის ბომბა იყო გამოყენებული, როდესაც გაანადგურეს ჰეზბოლას ლიდერი ნასრალა, მაგრამ ის სხვა ტიპის არის, გაცილებით უფრო პატარა მასშტაბის არის. აი ამ ბუნკერის გამანადგურებულ ბომბებზე, რომელსაც ბიორები ჭირდება, ამის გამოყენება არ ყოფილა, ამიტომ ხო, არ ვიცით და ისიც არ არის ზუსტად ცნობილი, ძალიან წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე. თვითონ ეს ფორდოუს რეაქტორი რამდენად ღრმად არის მიწაში. და ამიტომ თვითონ ესე რომ აი ამ ბომბის გამოყენებით ამ ფორდოუს რეაქტორის განადგურება მოხდება ავტომატურად, ესეთი მოცემულობა არ არის. მაგრამ ესეთი წამი გადავდოთ გვერდზე. ხო, ანუ ამერიკა, ანუ პრეზიდენტ ტრამპს აქვს ორი მნიშვნელოვანი პრობლემა. შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ირანი აუცილებლად ირანს აქვს დარჩენილი შესაძლებლობები, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებს მიიტანოს თავდასხმა, ასევე უფრო მნიშვნელოვანი შეეცადოს ჰორმუზის სრუტის გადაკეტვას. ახლა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა რეალურად და არის საუბარი რამდენი ხნით შეძლებს, სწავლების სილაპარაკობდა, რომ დაახლოებით ერთ თვემდე შეიძლება მოახერხოს ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა. ეს დაახლოებით წარმოვიდგინოთ, ეს არის სრუტე, რომელზეც ენერგომატარებლების 25% გადის ხოლმე, 25%-ის ტრანსპორტირება ხდება, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი არის სატრანსპორტო. ამიტომ ეს არა მხოლოდ ნავთობის ფასების გაზდას გამოიწვევს,
და რაც აისახება უკან ამერიკის შეერთებულ შტატებზე შუალედურ არჩევნებზე ამაზე წინა გადაცემაში ლაპარაკობდით ეს ასევე მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს თვითონ უშუალოდ შუა აღმოსავლეთში ტრამპის მოკავშირეებსაც ხო ანუ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ეს თვითონ ყურის ქვეყნებსაც მე ამიტომ კი მოხდა ანუ შესაძლებლობა იმისა რომ რეგიონში პროცესები კონტროლიდან გავიდეს ძალიან მაღალი არის თან დღესდღეობით ის ადამიანები რომლებიც განიხილავენ ხოლმე რა კარტი უჭირავს დღეს ირანს ხელში ხო ერთადერთი რითიც ირანს შეუძლია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების შეტევა შეაკავოს არის ის რომ ანახოს მყარი პოზიცია რომ ყველაფერზე წამსვლელი არის ხო აი ყველაფერზე წასვლა რას ნიშნავს შეიძლება დაარტყას მეზობელ ქვეყნებს არაბულ ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე საელჩოებზე შეტევების მიტანა რაც უკვე გადაიზრდება თვით მარტო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გადაიზრდება უკვე ფართო მასშტაბიან კონფლიქტში და ამას არ გააკეთებს მხოლოდ ირანი ამას მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დასუსტებული მაგრამ ირანის პროქსი ჯგუფებიც ჩაერთვებიან ამ შემთხვევაში უფრო იემენი ალბათ ხო ვიდრე ჰეზბოლა იემენის ირანის კარტი დღეს არის იმისთვის რომ შეაკავოს ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ყველაზე ძლიერი კარტი რაც უჭირავს ირანს ხელში არის რომ ანახოს პრეზიდენტ ტრამპს რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმას მოუწევს რეგიონულ ომში დიდი ხნით ჩართვა და ეს ყველაზე დიდი ბერკეტი არის ეს ჰორმუზის ყურის გადაკეტვა რაც მთელი სოფლიოს ეკონომიკისთვის იქნება უზარმაზარი დარტყმა და მათ შორის ძალიან ცუდი იქნება უკრაინისთვის იმიტომ რომ რუსეთის ნავთობის ფასი გაიზრდება კი ანუ ყველაფერი ურთიერთკავშირშია ძალიან ბევრი თემაა გეგა ჩვენ კიდე უნდა დაუბრუნდეთ ამას რა განწყობები აქვს არაბულ ქვეყნებს ესეც მნიშვნელოვანია როგორც ბოლტონმა გუშინდელ ინტერვიუში თქვა რომ ღია სხვა რამეს ლაპარაკობენ მაგრამ რასაკვირველია პირად საუბრებში მათი პოზიცია და მათი სურვილია რომ ირანის რეჟიმი ასე ვთქვათ ჩამოიშალოს და საერთოდ ერთი გადაცემა ალბათ ამ ბალანსს უნდა მიუძღვნათ რეგიონში როგორ დაიშალა თავის დროზე დაირღვა ეს ბალანსი ჰუსეინის ჩამოგდების სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ და პრინციპში ამ თვალსაზრისით ყველაზე წარუმატებელი ამ თვალსაზრისითაც ძალიან წარუმატებელი იყო ეს ერაყის ოპერაცია ეს ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ამ რეგიონში სწორი ბალანსის შენარჩუნება როგორც ხედავ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ხო? ირანში როგორც ძალზეც დავიწყეთ ხო საუბარი ირანი იყო მთავარი ბენეფიციარი ანუ ირანმა შეძლო მისი გავლენა ირანმა შეძლო მთლიანად მთელი გამოთავისუფლებული ტერიტორიების შევსება და თავისი პოზიციების გაძლიერება და პროქსიების გაძლიერება ეს იყო და ბალანსის დარღვევა ირანის სასარგებლოდ ამერიკაზე დავამთავრებ ბარემ და მეორე ანუ იმ შემთხვევაში თუ ტრამპმა დაინახა რომ მისი პირდაპირ ჩართვა კონფლიქტში ავტომატურად გამოიწვევს მის რეგიონულ ომში ჩართვას ანუ ის ამ რეგიონული ომიდან ვეღარ გამოვა მაშინ ეს იქნება მისთვის ძალიან დიდი შემაკავებელი მე არ ამგონია რომ დაუშვათ ტრამპი მნიშვნელოვნად შეაკავოს ამ ეტაპზე ან ტაკერ კარლსონმა ან ბენონმა მიუხედავად ბენონის კადრები ვრცელდებოდა დღეს იყო ტრამპთან ლანჩზე რომ დაერწმუნებინა რომ არის ალბათ არ ჩართულიყო ტრამპი ხო არა ტრამპი თვლის კი ტრამპი მათ უსმენს ეს არის მოძრაობა რომელიც ასაც ქვია ტრამპის ძირითად ყველაზე მნიშვნელოვან ბაზას წარმოადგენს თუმცა ტრამპი მაგა მოძრაობა ესეთი იზოლაციონისტური ხო მაგრამ ტრამპი თვლის ეს მისი შექმნილი მოძრაობა არის ამიტომ რაღაცნაირად მისი სიტყვა იქ იქნება გადამწყვეტი ამიტომ ამას მაგრამ ის რასაც ტრამპი რეალურად აქცევს ყურადღებას არის ის შეძლებს თუ არა ის ამ სამხედრო ოპერაციის შემდგომ აირიდოს უფრო ხანგრძლივ კონფლიქტში ამერიკის ჩართვა. აქ შეიძლება განვიხილოთ ტრამპის ეს მუქარა
როგორც ასე ვთქვათ დარწმუნების მექანიზმი ირანელების, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე და მნიშვნელოვანი დათმობები აჩვენონ ამერიკას, ხო? ამას იძახის ტრამპი, რომ ამ ორ კვირაში მე შევხედავ რას მოიმოქმედებენ ირანელები. ასევე არის განცდა, რომ აქეთ ირანი ელოდება თუ რამდენად სერიოზულია თავის გადაწყვეტილებაში ტრამპი, რომ ჩაერთოს ომში. მოკლედ რაღაცა ერთმანეთს ელოდებიან, ერთმანეთს უყურებენ და შესაძლებელია თუ არა ვთქვათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი კვირა გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიყვანონ ირანელები, ხო უკვე დაიწყო ევროპელებთან, ხო, შეხვედრა ამ თემაზე. აი ეს რამდენად რეალისტურია, რომ ეხლა დაიწყოს მოლაპარაკებები. ირანს თუ სამხედრო ამ სამხედრო ოპერაციებზე უფრო მეტად რამის ეშინია დღეს ირანის ხელისუფლების ეს არის რომ რაღაცა ესეთი საკუთარი სისუსტის ღიად აღიარება, ანუ წარმოჩნდეს რაღაცნაირად აი ესეთ დაჩოქილი და აი ამ პირობებში რომ მიიღოს რაღაცა გადაწყვეტილება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნებისმიერი საბოლოო ჯამში ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი ყველაზე უფრო და დიქტატორული რეჟიმები განსაკუთრებით ყველაზე უფრო თავს არიდებენ, რომ ანახონ საკუთარი სისუსტე. და აი ესეთი დაძალებით, რასაც ეძახიან, ხო, დაძალებით დიპლომატიას, ანუ აი ესე დაჩოქებით, მუხლებზე დაჩოქებით რაღაცა პრაქტიკულად კაპიტულისტური პირობებში შეთანხმების მიღება იქნება ამის თანაბარდი იქნება და ჩემი აზრით ეს იქნება მნიშვნელოვანი შემაკავებელი ირანისთვის, რომ ამ პირობებში რაღაცა შეთანხმებას მიაღწიოს. ევროპელები ახსენე, ევროპელები ჩაერთვენ, ლამი იყო შეხვდა რუბიოს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პრობლემა არის ის, რომ ამ შემთხვევაში არც ერთ მნიშვნელოვანი ბერკეტი არ გააჩნია. ანუ თუ ირანის გარდა მოთამაშეებს აი ესე განვიხილავთ, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე არის ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები. სისუსტის ნახება ირანის მხრიდან, რომელიც ჩემი აზრით რეჟიმისთვის კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ის ბომბები, რომლებიც დღეს ირანში ცვივა, სისუსტი არ უნდა ანახონ. მეორე არის ევროპელების ძალიან ლიმიტირებული შესაძლებლობა პროცესებზე და მესამე არის თვითონ ისრაელის პოზიცია, ხო? ისრაელი და ამაზე დავიწყეთ ჩვენ, ამითი დავიწყეთ ჩვენ საუბარი, იქამდე სანამ ნათანიაჰუ დარწმუნებული არის რომ ამ რასაც ვქია გამოფიტვის კონფლიქტით, ხო? ანუ ეხლა დღეს ნათანიაჰუ აკეთებს ორივე მხარე ჩართული არის ეს გამოფიტვის კონფლიქტი, war of attrition. მან შეიძლება ირანის რეჟიმი ჩამოშლის პირას მიიყვანოს, სანამ მას ეს რწმენა აქვს, ჩემი აზრით, რამე ფორმით კონფლიქტის გაჩერებას ყველანაირად შეეწინააღმდეგება. ასე რომ აი ეს ძირითადი შემზღუდავი ფაქტორები არის, რომ ვისაუბროთ რაღაც წარმატებულ, ან რაიმე წარმატებულ დიპლომატიაზე დღეს. ასევე ერთ დავამატებდი ნათანიაჰუს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანობა პირდაპირ კავშირში არის ომის ხანგრძლივობასთან. იმიტომ რომ ომი კვებავს მის ყოფნას ხელისუფლებაში და ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოსახლეობა, ისრაელის მოსახლეობა, ყოველ შემთხვევაში ბოლო გამოკითხვებით 70% მხარს უჭერდა ამ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, პირადი ფაქტორი ასევე ნათანიაჰუსთვის, გარდა იმ რაღაცა ისტორიული მისიისა, რომლის შემსრულებლადაც მან თავი მოიაზრა უკვე ძალიან დიდი ხანია. შევიცი ისრაელის შიდა პოლიტიკა კარგად იცის, ანუ ის გაცილებით უფრო კომპეტენტური იყოს, მაგრამ ანუ ესეთი გარეთა დამკვირვებლიდან როგორ ჩანდა, ხო? 7 ოქტომბრის მერე რა ძალიან დიდი ჩავარდნა იყო, ანუ უდიდეს შოკთან ერთად იყო ძალიან დიდი ჩავარდნა თავად ნათანიაჰუსთვის, ხო და მაშინ როდესაც მან დაიწყო ოპერაცია
პირველი წელი თვითონ ღაზაში მიმდინარე ოპერაცია რაღაცა ისეთი დიდი ანუ რაღაცა ისეთი სამხედრო ისეთი წარმატებით არ გამოირჩეოდა, რთული ოპერაცია იყო საკმაოდ. თუმცა ნელ-ნელა პროცესების გარდატეხვა დაიწყო ამ პეიჯერების საქმე. როდესაც ისრაელმა რეალურად შეძლო არა მხოლოდ ჰამასის შესუსტება, არამედ ჰეზბოლას პრაქტიკულად, ანუ არ ვიტყვი განადგურება, მაგრამ ძალიან შესუსტება და ჰეზბოლას პოზიციები დღეს ლიბანშიც მნიშვნელოვნად შესუსტებული არის. ეხლა ამას თუ დავუმატებთ ჩვენ თუ ნათანიაჰუმ შეძლო ამასთან ერთად ირანის რეჟიმის ჩამოშლა ან ირანის შეუქცევა და რაღაცა ისეთ დასუსტება როგორც რეგიონული აქტორის, ხო? ანუ საქმე იქნება პრაქტიკულად ესეთ ისრაელი შეძლებს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის ეგზისტენციალური საფრთხის განეიტრალებას. მაგრამ რასაც თუმცა ეს კონფლიქტი როგორ შეიძლება დასრულდეს, ეს ჯერჯერობით არ ჩანს და მოდი აი ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ამ ეტაპისთვის რაც ვიცით, ძალიან ხაზგასმით ვამბობ ამ ეტაპისთვის რაც ვიცით, როგორ ჩანს ძალიან ცუდი და შედარებით ნორმალური სცენარი. როგორ შეიძლება გამართდეს მოვლენები? ხო, ძალიან მძიმე სცენარი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო იერიშის, ანუ გადაწყვეტენ ჩაერთონ სამხედრო თვალსაზრისით. ამას მოყვება ირანის პასუხი, ირანის პასუხი იქნება საკმაოდ მძიმე, ირანს დაუშვათ თუ იმ დროისთვის თუ ექნება დარჩენილი ის შესაძლებლობები, რაც მას მისცემს შესაძლებლობასო გადაკეთოს ჰორმუზის ყურე შეერთებული შტატების მიაყენოს დარტყმები, შეერთებული შტატების ბაზები განთავსებული არის როგორც ემირატებში, ისე ბაჰრეინში, ისე ყატარში, ანუ და ისეთი რაღაცა ფართო რეგიონული კონფლიქტში გადაიზარდოს ეს ყველაფერი, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი მძიმე სცენარი. და ამ ფართო რეგიონული კონფლიქტით დაუშვათ რაღაცნაირად ირანმა თუ მოახერხა ამ შემთხვევაში რაღაცნაირად საკუთარი მოკავშირეების უფრო კონსოლიდაცია, რომლებიც ეხლა მაინდა-მაინც ესე სცენაზე არ ჩანან, ხო, დაუშვათ რუსეთი და ჩინეთი რა. ანუ ჩემი აზრით ეს იქნება საკმაოდ მძიმე სურათი. ეხლა საუკეთესო მე არ მეგულება ეხლა ადამიანი, რომელიც თვლიდეს, რომ დაუშვათ იმ რეჟიმის ხელში, რასაც დღეს ირანი წარმოადგენს, დაიმენარად ბირთვული იარაღი არის შეიძლება კარგი გამოსავალი. ამიტომ საუკეთესო არის ირანის იძულება უარი თქვას ბირთვულ შეიარაღებას. ხო, თუმცა ეს მე ესე ანუ ამ პირობებში ხო ნაკლებად რეალისტური მგონია, იმიტომ რომ დაუშვათ რაღაცა შეთანხმება არ შეიძლება შედგეს, უბრალოდ გაკვეთილი რა გაკვეთილსაც ეს ირანი გამოიტანს, არის ის რომ მას ამ ეტაპამდე ქონოდა ბირთვული იარაღი, მაშინ რომელიმე ქვეყანა მასზე თავდასხმას ვერ გაბედავდა. ირანი გამოიტანს გაკვეთილს, რომ პრაქტიკულად ბირთვული იარაღის არ ქონამ მის რეჟიმს შეუქმნა სასიცოცხლო საფრთხე. ამიტომ რაც არ უნდა მოკლევადაში საკუთარი თავის გადარჩენისთვის, რაც არ უნდა პირობებზე წავიდეს თეირანი, ჩემი აზრით მაინც გაკვეთილი იმ შემთხვევაში თუ ეს რეჟიმი გადარჩა, იქნება ის, რომ მათ უნდა გაატკეცონ ცდილობები, რომ ბირთვული შეიარაღება შექმნან, იმიტომ რომ მხოლოდ ბირთვული იარაღი არის დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეალური შემაკავებელი ფაქტორი, რაც რეალურად გიცავს შენზე უფრო ძლიერი აქტორებისგან. ამიტომ ხო, მე ამიტომ ეს რატო ვთქვი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე შედარებით უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ამ ეტაპზე რაღაცნაირად ესეთი დიპლომატიური შეთანხმება შედგება, მაგრამ ნახოთ შევხედოთ. ნახოთ. მოკლედ ეს ორი კვირა ძალიან საინტერესო იქნება ამ თვალსაზრისით. მაგრამ არ არის გამორიცხული ბუნებრივი. კი ბატონო, გეგა მგალობლიშვილი იყო ჩვენთან ერთად. გეგა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რასაკვირველი
ჩვენ გავაგრძელებთ რასაკვირველია ამ თემაზე საუბარს, როგორც თქვი, ორი კვირა არის მნიშვნელოვანი, რა მოხდება და ტრამპი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და იქნება თუ არა ის მტკიცე თავის გადაწყვეტილებაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო გამოცდილების გათვალისწინებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ პლატფორმა მისმინეზე, ჩვენს გადაცემას საერთაშორისო აქცენტები, ძალიან გთხოვთ დაგვაფოლოვოთ, დაგვალაიქოთ, გამოგვყავით ასევე Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე, თქვენი კომენტარებიც ასევე ძალიან დიდ როლს შეასრულებს ჩვენი პლატფორმის ხელშეწყობაში და გაზრდაში, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და რჩებით ჩვენი ერთგული მსმენელი.